შეუძლია ამერიკას დღესდღეობით დაამარცხოს თავისი მტრები, ირანი უკვე 47 წელია ომს უცხადებს შეერთებულ შტატებს, დასავლეთსა და მის მეზობლებს ტერორისტული რაკეტებითა და ბირთვული იარავის შექმნის მიმდინარე პროექტით ემუქრება. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი ძალა უძლურია დაამარცხოს ირანი და მისი ტერორისტული პროქსიები, რადგან ამერიკელები ვერ იტანენ ნავთობის ფასის ზრდის ან თუნდაც მინიმალური მსხვერპლის შედეგებს. შემდეგ გადაცემა Think Twice-ში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ირანის წინააღმდეგ ომს და მცდელობას, შეაჩერონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის ინტერესების დაცვაში ახლო აღმოსავლეთში. დემოკრატიების დაცვის ფონდის წარმომადგენელ ჯონათან შანზერთან ერთად. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში Think Twice. შეერთებული შტატების წინაშე სამი მთავარი კითხვა დგას, როდესაც ის განიხილავს სიტუაციას, სადაც ირანი არძიანი აგრძელებს წინააღმდეგობას და ართმობს ბირთვულ პროგრამას, ისევე როგორც მის სარაკეტო პროგრამას და ტერორიზმის სახელმწიფო მხარდაჭერას. ერთი კითხვა არის, აპირებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელოს, მიუხედავად იმ პოლიტიკური და დიპლომატიური ფასისა, რაც მას იმ კამპანიამ მოუტანა, რომელიც ისრაელთან ერთად 28 თებერვალს დაიწყო. სხვა კითხვა ის არის, ნამდვილად ჯერა თუ არა მას, რომ დიპლომატიას შეუძლია მიაღწიოს მის მიზნებს ახლო აღმოსავლეთში, ან თუ ეს ესმის. თეჰრანში არსებული ისლამისტური რეჟიმისა და მისი ტერორისტული პროქსების მსგავსი თავნებური ძალები არასოდეს შეცვადნენ ომს დასავლეთის, შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ. და მათ ვერ დაარწმუნებ, ან ვერ მოისყიდი, რომ ესე მოიქცნენ. და მესამეა, საერთოდ შესაძლებელია თუ არა შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვოს ასეთ კონფლიქტში მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ასიმეტრიული ომის ტაქტიკა, რომ მეტი ზიანი მიაყენონ შეერთებულ შტატებს, მიუხედავად იმისა, რა ზიანი მიადგებათ მათ. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის ანალიზისთვის, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კვლავ ყავს სტუმრად ამ და სხვა საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის აღმასრულებელი დირექტორი. ჯონათან შანზერი არის დემოკრატიების დაცვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მან ადრე მუშაობდა ტერორიზმის დაფინანსების ანალიტიკოსად აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში. მან ფართოდ დაწერა ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ და არის FDD Morning Brief-ის წამყვანი. ასევე ხშირად ჩნდება ტელევიზიაში. მისი ბოლო წიგნი იყო 2021 წლის ღაზას კონფლიქტი, ჰამასი, ისრაელი და 11 დღის ომი. მისი სხვა წიგნებია 2013 წლის სახელმწიფო მარცხის მდგომარეობა, იასირ არაფატი, მაჰმუდ აბასი და პალესტინის სახელმწიფოს დაშლა. 2008 წლის ჰამასი ფათახის წინააღმდეგ, ბრძოლა პალესტინისთვის და 2004 წლის ალ-ქაიდას არმიები, ახლო აღმოსავლეთის დაჯგუფებები და ტერორის შემდეგი თაობა. ჯონათან შანზერ, მოხარული ვართ კვლავ რომ გვერდებით Think Twice-ში. გმადლობ ჯონათან, სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. ჯონათან, დიდი მადლობა რომ დღეს შემოგვიერთით. მინდა დავიწყო იმ ძირითადი კითხვით, რომელიც ჩემი აზრით შეერთებულ შტატებს უდგას ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. არის თუ არა პოლიტიკური და დიპლომატიური ხარჯები ომის წარმოებისა ამერიკის ნამდვილ მტერზე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ანუ ირანზე. მეტისმეტად მაღალი, რომ თუნდაც ისეთი ადამიანი, როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, შეეცადოს მათი დამარცხების გაგრძელებას. პასუხი არის დიახ, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა განმარტოთ ამ სირთულეების მიზეზები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ის შეზღუდვები მომხვდა თვალში, რაც შეერთებულ შტატებს აქვს ამ რეჟიმთან ბრძოლაში. მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. რასაც გულისხმობ არის ის, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა მიზნად ისახავდა მომავალში კატასტროფული ომების თავიდან აცილებას. ეს წესები, როგორც ჩანს, აშშ-ის ხელებს უბამს და მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ამ ომის შედეგია. თუ გადახედავთ ყველა ომს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქონია, მათგან არც ერთი არ დასრულებულა აშკარა გამარჯვებით. მას შემდეგ, რაც იაპონია მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს დანებდა, არც ერთი ქვეყანა არ დანებებულა შეერთებულ შტატებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ ვიბრძვით შედარებით სუსტ სახელმწიფოებთან და ომს ფრედ ვამთავრებთ, რადგან ვერ ვახერხებთ მეტის მიყენებას და მათ იძულებას
დაანებდნენ. ჩვენი წესები ამ ჩიფში მოგვაქცია. ამასთან ერთად ვფიქრობ, ეს შეიძლება ბოლო ომების შედეგიც იყოს, რომლებიც წარმატებული არ ყოფილა. გულისხმობ ერაყს ან ავღანეთს და იმ შიშებს, რაც გვაქვს რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. ვაშინგტონში ეს ტერმინი უკვე ცუდად აღიქმება. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ხო ასეა? და როცა ვიწყებთ საუბარს ამ რეჟიმის დამხობის შესახებ, ისმენთ უკმაყოფილების ხვირილს როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. იზოლაციონისტები ორივე მხარეს. ამის ნაწილი, რა თქმა უნდა, ერაყის შემდეგ დარჩენილი ნაბახუსებია. ისტორია, მაგრამ რაც აქ ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ამის ხაზგასმა არის ის, რომ ერაყში ჭაობში იმიტომ აღმოჩნდით, რომ ირანელებმა მილიციები შექმნეს ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, ამით ჩვენთვის იქ დარჩენა მიუღებელი გახადა და ჩვენს სისხლი და რესურსები დავკარგეთ ერაყში, რომ აღარაფერი ვთქვათ ავღანეთზე, სადაც ირანელებიც გვებრძოდნენ. აქ გვაქვს შესაძლებლობა გავანადგუროთ რეჟიმი, რომელმაც ორივე ამ ადგილზე ჩაგფლო და ეს ორი ჭაობი გამოიწვია. და მაინც სწორედ ამ ჭაობებს ასახელებენ ომის მოწინააღმდეგეები მიზეზად, რატომაც არ უნდა ვიბრძოლოთ. გმადლობ, რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, გვისმენთ თუ არა რომელიმე პოდკასტ პლატფორმაზე, თუ გვიყურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, ფოთ მოიწონოთ და ან გამოიწეროთ JNS, დააწკაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ისა არსებობს Jonathan Tobin-ის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ყოველდღიურ გადაცემას იპოვით Jonathan Tobin Daily-ის სახელით, JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. ეხლა კი დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა. ესე რომ იძულებული ვარ კითხო. მაშ რაღაც არასწორია სამყაროში წესებში. ანუ აშკარად მეორე მსოფლიო ომის შემდეგი წესრიგი იყო ის, დასავლეთს სურდა და სჭირდებოდა. და ბევრ ამას მიაღწია, მათ შორის იცი ევროპის აღდგენა, დროპის აღდგენა და ევროპული სამოქალაქო ომების დასრულება. როგორც ეს ორი მსოფლიო ომი იყო, შეიძლება გარკვეულწილად ასე აღიქმება. ბევრი სხვა რამეც იყო, მაგრამ უნდა ვცადოთ დროა ან წესების გამოსწორება, ცვლილება თუ უბრალოდ უნდა შევეგუოთ მათ. ფიქრობ, ბევრ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება მათი შეცვლა. და ვფიქრობ, ამით ბევრი რამ მიღწეულია. იცით, ან წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგით. თუ დაფიქრდებით ამერიკულ საუკუნეზე, როგორც ჩვენ უწოდებთ, სიმდიდრეზე, კეთილდღეობაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, ყველა იმ რამეზე, რაც ვფიქრობ, ამ ეპოქამ მოიტანა, მე მიქირს ისტორიის პარალელის პოვნა, სადაც ერთი ქვეყანა ასე ბევრს აკეთებდა, დანარჩენი მსოფლიოს მხარდასაჭერად. მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, ახალ ეპოქაში შევდივართ. ეს იყო, ვფიქრობ, ყველანი ვაღიარეთ. ეს იყო ბოლო 6 წელი იყო სრული არეულობის 6 წელი. იცით, COVID-დან დაწყებული უკრაინაში რუსეთის შეჭრა მე-7 ოქტომბერი და ირანთან დაკავშირებული ორი ომი და ახლა ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამდე, რომელიც ყველაფრის თავდაპირად დაყენებით გვემუქრება. ვფიქრობ, ეს აჩენს კითხვას, უნდა გადავხედოთ თუ არა ყველაფერს. ეხლა, როცა ევროპას უყურებ, მაგალითად გერმანიას უყურებ, ქვეყანას, რომელსაც ვთხოვეთ, რომ არ ებრძოლა, პირდაპირ თხოვეთ, ასევე ფრანგებს და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანას, ვფიქრობ, მათ ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ტვირთს ჩვენ ავიღებდით. ეს ასე აღარ არის. ასე რომ, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმ მსოფლიო წესრიგის შეცვლაზე, რომელიც ნაწილობრივ ჩვენ შევქმნით. მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ თავად ომის წესებზე ვფიქრობ სერიოზულად. და ვფიქრობ, ეს არის ის მომენტი, სადაც, იცით, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ეს ძალიან საკამათო იქნება, რომ, იცით, ეხლა ვხედავთ, რომ შეერთებულ შტატებს უჭირთ, რადგან არ სურთ ირანში ჯარის გაგზავნა. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ჯარები იქ ჭაობში აღმოჩნდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იარაღი, რომ გავანადგუროთ სარაკეტო ქალაქები, რომლებიც ირანელებმა შექმნეს. ფიქაქს მთაც, რომელიც შეიძლება შემდეგი მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი იყოს. ამას ტრადიციული იარაღით ვერ დაარტყამ. და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი არჩევანი გვრჩება. ან უკან დავიხიოთ, ან ტაქტიკური ბირთვული ბომბი გამოვიყენოთ. როგორც ჩანს, აქ პრობლემა გვაქვს, ხო ასეა? თუ ხელები გვაქვს შეკრული, ჩვენ უფრო ძლიერი ძალა ვართ და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა, მაგრამ მაინც ვერ ვიღებ იმ ქმედებას, რომელიც გამარჯვებისთვის საჭიროა, იმ წესების გამო, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმნით. შეიძლება დროა ისინი გადავხედოთ.
დიახ, ესე ვფიქრობ. ეხლა ამ მომენტში ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას გააკეთებს შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი. არც მე ვარ დარწმუნებული, რომ თვითონაც იცის. მაგრამ ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვაა, ნამდვილად სჯერა თუ არა მას ამის. ირანი ან მისი ტერორისტული პროქსი ჯგუფები ლიბანში და ღაზაში მართლა შეიძლება დაიყოლიონ ან მოისყიდონ, როგორც ობამას და ბაიდენის ადმინისტრაციებს ჯეროდათ, ან როგორც მისი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს, მაგალითად მის სპეციალურ წარმომადგენელს სებ უიტკოპს, მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი, ასევე შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც შეიძლება ეთანხმებოდნენ ობამა-ბაიდენის ამ მიდგომას. ან როგორც მან უფრო გონივრულადაც თქვა ზოგჯერ, სულ მცირე ზოგიერთ შემთხვევაში, რომ ეს რწმენა სრულიად ფანტასტიკურია. რა ხდება იქ? იცით, მე ვფიქრობ, მომეცით ნება ჯერ თქვა რომ ვფიქრობ. ირანისა და მისი პროქსების იდეოლოგიები, ეს რეჟიმი და მისი პროქსები, ასევე იმავე კვანძის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ გავხსნათ. რაც შეეხება წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს, როდესაც საქმე გაქვს ქვეყნებთან ან ტერორისტულ ჯგუფებთან, რომლებიც მოწამეობას ესწრაფვიან, რაციონალურ დონეზე დამარცხება არ არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება მათი არმიები განადგურდეს, მაგრამ ბრძოლას მაინც გააგრძელებენ. და სწორედ ეს ვნახეთ წლების განმავლობაში. არის განძლეობა, უარი უკან დახევას. ზოგი იტყვის, რომ ეს დასაფასებელია, მაგრამ როცა დამარცხდები, ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობას. იცით, ვფიქრობ მოლოდინია, რომ ამას აღიარებ. მაგრამ ეს არ ხდება ამ ჯიჰადისტებთან და ეს რჩება დიდ პრობლემად. ვფიქრობ, ირანელების განსაკუთრებით კი დანებებაზე დათანხმების მცდელობა მართლაც ფანტაზიის სფეროა. უბრალოდ ეს არ არის რეალისტური. ისინი ჯერ კიდევ შეიძლება დამარცხდნენ. ვფიქრობ, მათი განადგურებაც შესაძლებელია. მათი კიდევ უფრო დასუსტება შეიძლება სამხედრო ძალით, დიპლომატიური იზოლაციის, ეკონომიკური ომის და სხვა ტაქტიკების პარალელურად. გულისხმობ, ჩვენ საერთოდ არ გვიტარმოებია ფსიქოლოგიური თუ საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც ჩემი აზრით მათ ჩვენ წინააღმდეგ აწარმოეს. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ეს დიდი პრობლემაა. და ეს იმავე წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ნაწილია, რომელიც როგორც იცით, კვლავ გვიკრავს ხელს. რაც შეეხება ჰეზბოლასა და ჰამას, ვაკვირდები პროცესს ორივე ტერიტორიაზე, ღაზასა და ლიბანში, სადაც პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც ნაწილობრივ შეერთებული შტატების, მაგრამ ასევე მრავალმხრივი ინსტიტუტების მიერ არის სახალისებული მშვიდობის საბჭო და უბრალოდ უყურებ, როგორ მუშაობენ აშშ და ისრაელი ლიბანთან, გრძნობ, რომ დიპლომატიური გადაწყვეტილებები შეიძლება შესაძლებელი იყოს. ეხლა მე არ ვაპირებ ამაზე ფსონის დადებას. ვფიქრობ, ეს წაგებული ფსონი იქნებოდა, რადგან ვიცით, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციები ბოლომდე ბრძოლისკენ არიან მიდრეკილნი. მაგრამ ორივე ამჟამად გახლართულნი არიან საინტერესო დიპლომატიურ პროცესებში, რომლებიც შესაძლოა მათ დაღუპვამდე მიიყვანოს. და ერთ-ერთში მათ ნაწილობრივ თავადაც დათანხმდნენ. ეს კი ძალიან საინტერესოა საყურებლად. დიახ, მინდა გკითხოთ ცოტა მოგვიანებით ცალ-ცალკე ჰამაზეს და ჰეზბოლაზეს გკითხოთ, მაგრამ ამაზე ისევ დავბრუნდებით. მაგრამ ნება მომეცით ცოტა უფრო ღრმად შევეხო იმ საკითხს, რომელსაც უკვე შევეხეთ. და ამ კითხვების გულში დევს ის ტრადიციული შეხედულება, რომელიც საგარეო პოლიტიკის უმეტეს წრეებში არსებობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ ვერ შეძლოს ასიმეტრიულ ომში ირანის წინააღმდეგ გამარჯვება. ისინი ამბობენ და ვფიქრობ გარკვეული სამართლიანობითაც, რომ ირანს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს გაამწვაოს კონფლიქტი და ტკივილი მიაყენოს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, ვიდრე ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს თავად ირანს. და ვფიქრობ, კითხვა ასეთია. მართლა მართალია ეს მათი შეხედულება. და ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ ნების საკითხია, ნაწილობრივ ეს პოლიტიკური ძალების ზეწოლის შედეგიცაა, თითქოს ომის მდგომარეობაში ვართ. ზეწოლას ახდენენ ტრამპზე, რომ ომი შეწყვიტოს, მაგრამ საბოლოოდ ეს საინტერესო კითხვაა. თუ წესებში რაიმე ცვლილება არ შევიდა, ირანს შეუძლია უსასრულოდ შეაფერხოს შეერთებული შტატები. და დაელოდოს პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც ხელისუფლებაში მყოფს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპს, პოლიტიკურად დაასუსტებს და აიძულებს უკან დაიხიოს. დიახ, თქვენ სწორად მიუთითეთ რაღაცაზე და 100%-ით მართალია, რომ ირანელებმა ბერკეტი იპოვეს. რაც მე ვფიქრობ, რაც უნდა გავიგოთ, არის ის, თუ როგორ მოიპოვეს მათ ეს ბერკეტი. და სინამდვილეში ვფიქრობ, ორი, შეიძლება სამი გზა არსებობს, რაზეც შეგვიძლია მიუთითოთ და მათი დეტალურად განხილვა ღირს. პირველი არის საბრძოლო მასალა. ჩვენი თავდაცვითი საბრძოლო მასალა, როგორც ჩანს, კრიტიკულად დაბალ დონეზეა მისული.
ეხლა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იცით გაჟონვის ბრალია და ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ამაში არაფერია საიდუმლო. სულაც არა, ანუ ჩვენ ამაზე წლები ავსაუბრობთ სინამდვილეში, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო. სწორია და ეს თავდაცვის სამრეწველო ბაზის პრობლემა. და როცა ირანელებმა ასობით, ათასობით დრონის, რაკეტისა და რაკეტის გაშვება დაიწყეს, ეს გვაიძულა, რომ ძვირფასი და გარკვეულწილად იშვიათი თავდაცვითი საბრძოლო მასალა გამოგვეყენებინა საუდის არაბეთის, ბარეინის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სხვა ქვეყნების ცის დასაცავად. ეს გრძელდება და ეს არც კი მოიცავს ისრაელს. არც ჩვენს ბაზებსა და ისეთ ადგილებს, როგორიცაა იორდანია. და აღარაფერს ვამბობ ჩვენ საზღვაო ხომალდებსა და გემებზე, რომლებიც რეგიონშია განლაგებული. მოგვიწია საკმაოდ ბევრი რესურსის დახარჯვა და ირანელებმა ვფიქრობ დაიწყეს იმის გააზრება, რომ მათ იმაზე მეტი ჰქონდათ, რისი გაშვებაც ჩვენკენ შეეძლოთ, ვიდრე ჩვენ ჰქონდა თავდაცვისთვის. ეხლა ვფიქრობ ისრაელელებმა სისტემას ცოტათი აჯობეს. აღმოჩნდა, რომ რკინის გუმბათი ბალისტიკურ რაკეტებზეც მუშაობს, ისევე, როგორც მოკლე მანძილის რაკეტებზე. ეს კარგი ამბავია, მაგრამ მაინც ასეა, რომ ამ იარაღის უსასრულო მარაგი არ არსებობს. ეს უაღრესად დახვეწილი იარაღებია, რომლის შექმნასაც უზარმაზარი რესურსი სჭირდება. და ჩვენ ვსაუბრობთ იშვიათ მიწა მინერალებზე, მიკროჩიპებზე და სხვა ნივთებზე, რომლებიც აუცილებელია გამოყენებისთვის. და ეს ყველაფერი ყოველთვის დეფიციტში იქნება. სხვა რაც ირანელებმა გააკეთეს, რა თქმა უნდა, იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. და ამან გამოიწვია კრიზისი შეერთებულ შტატებში. ნავთობის ფასმა მკვეთრად აიწია და ეს გამოიწვია ნავთობის დეფიციტი იმ ადგილებში, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე. ჩვენ აქ იმდენად არ ვართ დაზარალებულები, რადგან დამოკიდებელი ნავთობის წარმოებლები ვართ, მაგრამ სხვა ქვეყნების მოკავშირეები ამით დაზარალდნენ. და რა თქმა უნდა, ნავთობი არის სასაქონლო პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ მისი ფასი დოლარზეა მიბმული და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთნაირი იქნება. ასე რომ, მათ ეს ყველაფერი შეძლეს. და შემდეგ ამ ორი ფაქტორის კომბინაციამ დიდი ზეწოლა მოახდინა დონალდ ტრამპზე შუალედური არჩევნების წინ. და ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ვიცით ის გათვლა, რაც დონალდ ტრამპს აქვს, იცით, ანუ მას თავი წარმოუდგენია როგორც კეთილდღეობის პრეზიდენტი, მას არ უნდა რომ ნავთობის ფასი გაიზარდოს და უნდა რომ ამერიკელი სამხედროები დაიცვას. მოამწყვდი ეს, ვფიქრობ, მათ საკმაოდ შეუკრეს ხელები, ასე რომ დიახ ისინი ასიმეტრიულ ომს აწარმოებენ. ამ ეტაპზე უპირატესობა მათ აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტში მათ საპასუხო დარტყმა განახორციელეს. და თუ რინგში შეხვალ, სახეში დარტყმას მიიღებ. ჩვენ უკვე მივიღეთ დარტყმა სახეში. ეხლა კითხვა ასეთია. რა სტრატეგია გვაქვს, როცა ვეგუებით იმას, რაც ირანელებმა გააკეთეს? ხედავთ, როგორ მოიპოვეს უპირატესობა. შეგვიძლია სწრაფად მოვერგოთ და ეს უპირატესობა მათ წავართვათ, რომ ისევ ჩვენი პოზიცია დავიბრუნოთ. ეს არის მთავარი კითხვა. ვფიქრობ, ბევრი რამ დამოკიდებულია პენტაგონის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე და იმაზე, რაზე მუშაობენ ისინი, როგორ შეგვიძლია რეჟიმის გაკვირვება. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ჯერ კიდევ ზესახელმწიფო ვართ. მინდა რომ ასე ვიმოქმედოთ. კი ნახავთ და ცხადია ბევრი კამათია ტრამპზე. ტრამპის ერთგულები ამბობენ, რომ არ უნდა დაიჯერო ნიშნები, თითქოს ის ნებდება. ან უნდა დავიცადოთ შუალედურ არჩევნებამდე. შენ ოპტიმისტურად უყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა ასე ჩანს, თითქოს უიტკოფმა, კუშნერმა და ვანსმა ადმინისტრაციაში უპირატესობა მოიპოვეს. ესე ვფიქრობ. და იცი, ესე ჩანს, თითქოს მარკო რუბიო ეხლა მარტო დარჩა, როგორც უფრო მტკიცე პოზიციის მქონე მაღალი თანამდებობის პირი ამ ადმინისტრაციაში. ვფიქრობ, კონივრული უფრო კარგი სიტყვა ვიდრე მე მგონია, რომ ეს ორი ერთი და იგივეა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს სხვა სტრატეგია სჭირდება. და შემიძლია გითხრა, რომ ის ისევ და ისევ ამ ცეცხლის შეწყვეტის იდეას ეფრდნობა. ის ფიქრობს, რომ შეიძლება სამართლიანი შეთანხმება დადოს ისლამურ რესპუბლიკასთან, რაც ჰორმუზის სრუტესა და რეგიონში სიტუაციას ისევ დაალაგებს. არ ვფიქრობ, რომ რეჟიმს ეს აინტერესებს. მე ვფიქრობ, ეს წარუმატებელი სტრატეგია. რატო უნდა აინტერესებდეთ? მართალია, ანუ პირველ რიგში ისინი ჩვენზე გაბრაზებულები არიან, რადგან მათი ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ და მათი ბევრი მაღალი რანგის სამხედრო და სამხედრო შესაძლებლობები მოვაშორეთ. ანუ ამ ომით მათ 1 წელზე მეტი ემშპ გაუნულეთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ მიზეზი გაბრაზებისთვის და შეიძლება არ უნდოდეთ ასე მარტივად მოგცენ გასახან. ამიტომ ის აზრი, რომ ჩვენ ისევ პაკისტანელების, კატარელების ან საუდელების შუამავლობით მიღწეულ საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას ვეყრდნობით, ჩემთვის დიდად აზრს მოკლებულია. ეხლა, თუ გსურთ თქვათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოკლე დროის ცეცხლის შეწყვეტებს, რათა ნავთობმა შეძლოს ჰორმუზის სრუტის გავლა და ჩვენ ნაკლებად გამოვიყენოთ საჰაერო თავდაცვის ჩამჩრელი რაკეტები,
კარგი, ეს გრძელვადიანი სტრატეგია არ არის. ეს ტაქტიკური სტრატეგია პრობლემისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია. მაგრამ ვიტყვი რომ JD1-ის ან Witcop-ის მიდგომა უბრალოდ მივიღოთ ის, რასაც საუდელები ან პაკისტანელები გვაძლევენ და დადავთანხმდეთ მარცხს ცუდად დაწერილ და ცუდად გააზრებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში. ჩემთვის სულიად გაუგებარია. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ, როგორ აღვადგინოთ ჩვენი პოზიცია რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონული წესრიგი, რომელიც უნდა ჩამოვაყალიბოთ. თუ ამ ომში გამარჯვებულები გამოვალთ, თუ შევძლებთ გამარჯვების გამოცხადების გზის პოვნას, მე მომავალში უზარმაზარ შესაძლებლობებს ვხედავ. ანუ, ვფიქრობ, ჩვენ ენერგეტიკულ დომინირებას მოვიპოვებთ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ შევქმნით ახალ დერეფანს, რომელსაც IMEC-ის დერეფანი ეწოდება. ინდოეთის და ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც ინდოეთს პარსის ყურესთან, ისრაელის გავლით კი საბერძნეთსა და კვიპროსთან დააკავშირებს. ამ ყველაფრისგან შეიძლება ძალიან ბევრი დადებითი რამ გამოვიდეს, გარდა იმისა, რომ რეჟიმს აღარ ექნება ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა და ვეღარ დაემუქრება თავის მეზობლებს პროქსების მეშვეობით. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენი პოზიციისთვის სოფლიოში. და კიდევ ერთხელ, იმპროვიზირებულ დოკუმენტებზე დაბრუნება, რომლებიც ცდილობენ დააკანონონ ძალიან სუსტი ცეცხლის შეთვოდის შეთანხმება, რაც არ არის ხელსაყრელი შეერთებული შტატებისთვის. უბრალოდ სწორი გზა არ არის. ჩვენ მოგვიწევს რაღაცის მოძებნა, რაზეც დარტყმას მივაყენებ. იქნება ეს უმაღლესი ლიდერები, მთავარი სამხედრო ობიექტები თუ სხვა რამ, ჩვენ უნდა მივაყენოთ დამანგრეველი დარტყმა რეჟიმს. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია, რომ ბოლომდე გავიაროთ. დიახ, ვეთანხმები და ის აზრი, რომ დამარცხება თუნდაც დროებითი, კარგი პოლიტიკური სტრატეგია ტრამპისთვის და რესპუბლიკელებისთვის შუალედურ არჩევნებში მოსაგებად სიგიჟეა. იცით, ფიქრობთ, აგებული ომი ბევრად უფრო არაპოპულარულია, ვიდრე არაპოპულარული ომი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ეხლა მოდი ცოტა ხნით გადავინაცვლოთ ლიბანში და ისრაელის კონფლიქტზე ჰეზბოლასთან, რომელსაც ირანელები ცდილობდნენ დაეკავშირებინათ ჰორმუზის სრუტის ან ბირთვული საკითხის ნებისმიერი მოგვარებისთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ რაიმე შანსი არსებობს, რომ ლიბანის მთავრობამ ნამდვილად შეძლოს ირანის პროქსი ჯგუფისგან გათავისუფლება, ან მისი განიარაღება? თუნდაც ისრაელის მუდმივი ზეწოლის პირობებში, თუ უბრალოდ განწირულები ვართ, რომ ეს დრამა უსასრულოდ განმეორდეს. იცით, მე ამჟამინდელი პოლიტიკური პროცესის მიმართ ცოტა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. და უნდა ვთქვა, ეს ცოტა თავშეკავებით უნდა ვთქვა, რადგან ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ხომ ასეა? და ვიცით როგორ მთავრდება, ანუ თითქოს ისევ ერთსა და იმავე სრულ იმედს მიყვებოდეთ. ჩვენ ვეყრდნობით ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, ვეყრდნობით საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ. ფიქრობ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1701-ზე, ხომ ასეა? ეს უნდა ყოფილიყო ის, რაც ამ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამავე ომის წინა ვერსიებიდან, რომელიც ლიბანში 1970-იანი წლებიდან მიმდინარეობს. მაგრამ ვიტყვი, რომ რაცა გასხოვებულია, ეს არის გარემოებები. იცი, BPR-ის ოპერაცია 2025 ან 2024 წლიდან, უფრო სწორად, რომელმაც იმდენი მაღალი რანგის მეთაური მოკლა, რასაც მოხვა walkie-talkies ოპერაციები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოკლეს. ამის შემდეგ მოხდა ჰასან ნასრალას ჰეზბოლას მრავალწლიანი ლიდერის ლიკვიდაცია. და შემდეგ ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობებისთვის თანდათანობითი შემცირება, ამაში დიდი თვლილი შეიტანა ამერიკის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ ლიბანსა და ისრაელს შორის. ისრაელელები აგრძელებდნენ ჰეზბოლას სამიზნეების იდენტიფიცირებას, საკითხი ძირითადად ის იყო, მზად იყვნენ თუ არა ლიბანის შეიარაღებული ძალები ჩართულიყვნენ. ლიბანის შეიარაღებული ძალები მუდმივად უარს აცხადებდნენ, მაგრამ შემდეგ ისრაელს მისცეს უფლება კოორდინაციით გაენადგურებინა ჰეზბოლას ობიექტები. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, დროთა განმავლობაში ისე გამოვიდა, თითქოს ლიბანელები ისრაელისთვის საჰაერო დარტყმებს იძახებდნენ. და როცა ახლა ისრაელის ოფიციალურ პირებს ესაუბრებით, როგორც ვიცი, თქვენ ასე აკეთებთ. გესმით, რომ ჰეზბოლას შესაძლებლობები დაახლოებით 75%-ით შემცირდა. და ეს უნიშნელო არ არის, რადგან როცა ეს ომი დაიწყო, მახსოვს, ალბათ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა ღამით 7 ოქტომბრის შემდეგ. ეს არ იყო ჰამასი. ეს არც სხვა რომელიმე პროქსი იყო. ყოველთვის გვესმოდა, რომ ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობები და ძალა ჰქონდა. მათ უძლეველებად მიიჩნევდნენ. თითქოს ეს უზარმაზარი. იცით, შეუცდომელი გარანტია იყო, რომელიც ირანს ისრაელის თავზე ჰქონდა ჩამოკიდებული. ზუსტად ესეა, ანუ ყოველთვის მესმოდა, რომ მათ საშუალო ზომის ევროპული არმიის სამხედრო ძალა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რომ ისრაელს ომი უნდა ეწარმოებინა ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ან სხვა მსგავსად განვითარებულ სამხედრო ძალასთან. ეს იყო ის, რის შესახებაც ხალხი აფრთხილებდა. და როგორც აღმოჩნდა, ისრაელმა გამოფიტვის გზით შეძლეს მათი შესაძლებლობების 75%-ის
განადგურება. ეხლა კი გვაქვს პოლიტიკური პროცესი, სადაც ლიბანის პრეზიდენტი ჰეზბოლას განიარაღებას მოითხოვს. მას მხარს უჭერს შეერთებული შტატები, მაგრამ ასევე იტალიელები, ფრანგები და ბრიტანელებიც სხვადასხვა ფორმით ხარს უჭერენ. ლიბანის მოსახლეობა სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ ეს ომები ქვეყანას მხოლოდ უბედურებას მოუტანს და არსებობს განცდა, რომ რაღაც მხრივ ვითარება იცვლება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისლამური რესპუბლიკა, ჰეზბოლას მფარველი, აგრძელებს ძალაუფლების დაკარგვას ამ ომში შეერთებულ შტატებთან. ამიტომ ყველაფერი უფრო მყარად ჩანს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ნახეთ, ვფიქრობ ერთი რამ, რაც ყველამ უნდა ვაღიაროთ აქ, არის ის, რომ ლიბანის შეიარაღებული ძალები მათ ეხლა სთხოვენ, რომ შეავსონ ეს პილოტური ზონები, რომლებსაც ისრაელები გარკვეულწილად ასუფთავებენ. და შემდეგ ლიბანის შეიარაღებული ძალები უნდა ჩაერთონ და ეს სიცარიელე შეავსონ. ლიბანის შეიარაღებული ძალები, ხო, ისინი სასაცილოები არიან, ანუ მართლა, არა სერიალი. ჯერ კიდევ ნამდვილად არ არის ქვეყანა. არა, ხო ასეა, მათ აქვთ 200 მილიარდი დოლარის ვალი არმია, რომელიც ვერ ფუნქციონირებს და სექტერული დაყოფა, რომელიც აგრძელებს ქვეყნის პოლიტიკის გახლეჩას. მათ მეტი სტაბილურობა სჭირდებათ. და არ ვიცი, მიიღებენ თუ არა ამას, მაგრამ ეცვითვე ამას სულ გესმით. გესმით ამერიკაში, გესმით ლიბანელებისგან, გესმით ისრაელელებისგან, ეს თაობაში ერთხელ მოსული შესაძლებლობაა. ჰეზბოლა ასეთი სუსტი არასდროს გვინახავს და არასდროს ქონია შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთის რუკა ასე გადაგვეხაზა, როგორც ახლა შეგვიძლია ამ მომენტში. დასუსტებული ჰამასით, დასუსტებული ირანით, დამხობილი სირიის რეჟიმი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ირანის მიერ შექმნილი მთელი ახლო აღმოსავლური წყობა სწრაფად იშლება. და ეს ისრაელს აძმევს შეერთებულ შტატებს და შესაძლოა რამდენიმე ზომიერ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში შესაძლებლობას აძლევს, რომ რაღაცები გამოასწორონ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალური იქნება, მაგრამ შეიძლება შექმნათ უკეთესი სისტემა, ვიდრე ის, რაც აქამდე ჰქონდა. დიახ. ეხლა გადავიდეთ ღაზაზე. ტრამპის განცხადება გასულ კვირას, რომ გააგრძელებს თავის მცდელობებს ღაზაში ჰამასის განიარაღების მიმართულებით, რაც დაკავშირებულია იმ ნაწილებიდან ისრაელის გასვლასთან, რომელსაც ის აკონტროლებს. არ ფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, იმუშავებს თუ არა ეს. რადგან სერიოზულად მეპარება ეჭვი, ვინმეს მართლა სჯერა ამის. საერთაშორისო ძალა, რომელიც განიხილება ამ გეგმის განხორციელებისთვის, შეძლებს ან აიძულებს ჰამას განიარაღებას. რადგან ვიცით, რომ ეს შეუძლებელია და არ მოხდება და მხოლოდ ისრაელი შეძლებს ამის გაკეთებას. ასე რომ, კითხვა ესეთია, რატომ აკეთებს შეერთებული შტატები იმას, თითქოს ეს შესაძლებელია და ცდილობს მიიღოს ისრაელის იცით უხალისოდ ახმობა ამაზე. რა ხდება აქ სინამდვილეში? დიახ, ეს საინტერესო კითხვაა. ვფიქრობ, ეს იცით კიდევ ერთხელ, თუ შევხედავთ, როგორ უკუდებულია ჰამასი თანმიმდევრულად, ეს მნიშვნელოვანია კონტექსტისთვის. იყო დრო აშკარად დაახლოებით 7 ოქტომბრის გარშემო და შემდეგ თვეებში, სინამდვილეში გულისხმობ, პირველ წელიწად ნახევარში ამის შემდეგ, ჰამასი მთელ ღაზის სექტორს აკონტროლებდა მაშინაც კი, როცა ისრაელები იბრძოდნენ. გულისხმობ, ისინი იბრძოდნენ, შემდეგ უკან იხევდნენ და ჰამასი ისევ იბრუნებდა ტერიტორიას. და ეს უბრალოდ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ცდილობდი მოგეწმინდა იატაკი, რომელიც დათბორილია. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი გააშვა. მაგრამ რაღაც მომენტში ვითარება შეიცვალა. და ისრაელებისგან გაიგონეთ, რომ გამოყვეს ის, რასაც ეძახდნენ ყვითელ ზონას. და თავდაპირველად აკონტროლებდნენ ღაზას სექტორის დაახლოებით 30%-ს, შემდეგ ისრაელები აკონტროლებდნენ 40%-ს. დღეს ისინი აკონტროლებენ თითქმის 70%-ს ღაზას სექტორის. ეს ნიშნავს, რომ ჰამასი ჩაკეტილია პატარა ანკლავში, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ესაზღვრება, ხომ ასეა? ანუ ისინი ფაქტობრივად ზღვასთან არვასთან არიან მიჭლეტილები. აკონტროლებენ ღაზას სექტორის 30%-ს. ისრაელმა ამ ომში ვითარება შეცვალა. ეხლა არ ვიცი რა მოხდება თუ ისრაელი გადაწყვეტს ხვალ გაიყვანოს ჯარები. მაგრამ ჰამასი მაინც ძალიან ღრმად არის გამაგრებული იმ 30%-ში. და ისინი ახალ წევრებს და როცა იძენენ. ვამბობთ გამაგრებული, ეს მეტაფორა არ არის. საუბარია გვირაბების სისტემაზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. სამხედრო სტრუქტურების ერთი მიწის ქვეშ და ერთი მიწის ზედა. ისინი ცდილობენ მოემზადონ ისრაელთან ომის ახალი რაუნდისთვის, იყენებენ ისრაელის აუფეთქებელ საბრძოლო მასალას და ცდილობენ გადააკეთონ ეს რაკეტებად და სარაკეტო იარაღად, რომლითაც შეიძლება ისროლონ ისრაელის მიმართულებით. მაგრამ ისრაელები მაინც რეგულარულად უტევენ მათ. და როგორც ხედავთ, ჰამასის არც ერთი მთავარი ლიდერი დიდხანს აღარ დარჩება ამ სამყაროში. ეს გავს იმ ფილმის Spinal Tap-ის დრამერს, ხო ასეა? თუ Spinal Tap-ის დრამერი ხარ, დიდხანს ვერ იცოცხლებ. იგივეა, თუ ჰამასის მთავარი ლიდერი ხარ. დიდხანს აღარ დარჩები ამ სამყაროში. ასე რომ არის შეგრძნება, რომ ისრაელებს ისევ აქვთ ეს უპირატესობა. და სწორედ ამ კონტექსტში გამოვიდა მშვიდობის საბჭო და განაცხადა, რომ ეხლა გთხოვთ
განიარაღდეთ. ეხლა მშვიდობის საბჭოს წარმომადგენლების თქმით, ჰამასმა პრინციპულად დათანხმდა ამას. ჰამასის ვეთქმით და მისი სხვადასხვა, როგორც იცით, ლიდერების წარმომადგენლობების მიხედვით, თურქეთში, ყატარში, ირანში, თავად ღაზაში ისინი უარყოფენ თუნდაც იმ აზრს, რომ დანებებისთვის მზად არიან. მაგრამ ნებამომეცით თქვა, სანამ ისრაელები გააგრძელებენ, გულისხმობ ისინი არ აჩერებენ სვლას. მე ვფიქრობ, რომ არის. და მათზე დიდი ზეწოლაა, რომ სწორედ ასე მოიქცნენ. მართალია. და ვფიქრობ, ეს არის მთავარი. ისრაელელებმა თუ რამე ისწავლეს ამ ომის განმავლობაში, ეს არის არ შეწყვიტო ბრძოლა. ხო ასეა. ისრაელელებს მუდმივად სილს სწამებდნენ, ხომ ასეა? იმისთვის იცი საუბარი გენოციდზე, შიმშილზე და ომის დანაშაულებზე. და ამ ყველაფრის მთავარი მიზანი იყო ისრაელელების იძულება, რომ ბრძოლა შეეწყვიტათ. Εν მათ არ შეწყვიტეს და იმის გამო, რომ ბრძოლა არ შეწყვიტეს და ყოველდღიურად ასე მტკიცედ აგრძელებენ ჰამასის მიზანში ამოღებას, მათ ფაქტობრივად ჰამასი ღაზას სექტორის 30%-ში შეავიწროვეს. აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ისრაელის თვალთახედვით ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ ვფიქრობ უკვე დაასკვნა. გამოსავალი არ არსებობს გარდა იმისა, რომ უნდა გააგრძელოს ზეწოლა. და ეს სხვათა შორის გაკვეთილია. ეს გაკვეთილია ტრამპისთვის და ირანისთვის. ეს გაკვეთილია ისრაელელებისთვის ლიბანში. ეს გაკვეთილია ისრაელელებისთვის ღაზაშიც. ამ მტრებს უნდა დაამარცხო. ისინი უნდა გაანადგურო. ეს მოთმინების საკითხია. ეს საკითხია შეძლებ თუ არა ამ კონფლიქტს გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედო და არ ახვეს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ნაჩქარევ შეფასებებსა და პოდკასტერებს, რომლებიც შენს წინააღმდეგ ცილს სწამებენ. ეს ეხება იმას, რომ გააკეთო ის, რაც შენი ქვეყნის ინტერესებშია, რათა დაამარცხო მტრები. და ეს, ჩემი აზრით, ეს არის გაკვეთილი ყველასთვის აქ. შეიძლება მალე ეს გაკვეთილი საუდელებისთვისაც გახდეს, რადგან ვისმენთ, რომ შესაძლოა იემენში ხუთებთან დაპირისპირება მოუწიოთ. იგივე სიტუაცია, ხო ასეა, ისინი ამას მაშინ დაემორჩილნენ, როცა ჰაფებთან ომის შეწყვეტა მოუხდათ, რადგან შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერა შეწყვიტა. შეგიძლიათ იდაოთ სხვათა შორის, რომ ისრაელელებს არაერთხელ მოუწიათ ბრძოლის შეწყვეტა, იქნება ეს ჰამასის თუ ჰეზბოლას წინააღმდეგ, საერთაშორისო და მედიის ზეწოლის გამო. ეს ის საკითხებია, რომლებიც როგორმე უნდა გამორიცხო ამ დროში, თორემ ომს ვერასდროს დაასრულებ. კი, სწორია, ეხლა როცა რეგიონს უყურებთ, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვინც როგორც ჩანს ტრამპის ნდობა მოიპოვა, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანია. რომელმაც როგორც ჩანს პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ ომის განახლებისგან თავი შეეკავებინა. რა არის მისი მიზნები? და თურქეთის გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე დამანგრეველი ძალაა, რომელსაც უნდა წინააღმდეგობა გაუწიოთ. თუ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსით ამერიკისთვის იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ტრამპი მართალია როცა ანკარას უჭერს მხარს? მოусმინე გეტყვი ჯონათან, ხშირად მესმის რომ ხალხი ამბობს, თურქეთი ძალიან დიდია, რომ ჩავარდეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, იცი? ჩვენ ვერ გადავიმტერებთ მათ. ვერ ვიმუშავებთ მათ წინააღმდეგ. მე ამას სხვანაირად ვხედავ. იყო დრო, როცა თურქეთის რესპუბლიკა ამერიკის მტკიცე მოკავშირე იყო, დემოკრატია, ისეთი, რომელიც ზოგადად იზიარებდა ჩვენს secularly დემოკრატია. ზოგადად იზიარებდნენ ჩვენს სოფლმხედველობას. არ მინდა ვთქვა, რომ სრულყოფილი თანხwebdriver იყო, მაგრამ მოკავშირეებს შორის ეს იშვიათად ხდება. მაგრამ სადღაც 2010-2011 წლებში ჩვენ მართლაც დავინახეთ ერდოღანის მთავრობის მხრიდან მკვეთრი შემოbrunება. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ერდოღანი ხელისუფლებაშია რა 2002 წლიდან. ამ ეტაპზე ეს კაცი დიქტატორია, თურქეთში სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორი. ეს დემოკრატია განადგურებულია. მან აბსოლუტურად გაანადგურა მედია, სასამართლო სისტემა, არმია. რაც გინდათ დაასახელეთ, ყველა ის თავარი ინსტიტუტი, რომელიც ოდესღაც თურქეთს დემოკრატიად აქცევდა, აღარ არსებობს. და ამას გარდა თურქეთი ჰამასის თავარი სპონსორი და მფარველია. ჰამასის ბიზნეს ინტერესები მთლიანად სტამბოლში გადის. ამას არ ვამბობ მე ან FDD, არამედ ეს დაადგინა New York Times-მა, იცით, ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა 7 ოქტომბრის ომის შემდეგ. ისინი ტალიბანისა და ალ-ყაიდას სპონსორები იყვნენ, ისლამური სახელმწიფო. 2012-დან 2015 წლამდე ისინი ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის $20 მილიარდ ვეცხავდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ახლანდელ რეგიონს გადახედავთ, თურქების ხელი ბევრ ცუდ ადგილას ჩანს. თუ ისინი ნატოს მოკავშირეები არ იქნებოდნენ, ვფიქრობ მათ ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორებადაც მარტივად შეიძლება მოიხსენიოთ. მჯერა რომ ისინი ამ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებენ. ნატოს წევრობა ამას არ ცვლის.
ზუსტად, ესეთი რამ არასდროს მინახავს, რომ ერთის მხრივ ნატოს წევრი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორადაც ითვლებოდა. ქატარი ალბათ ერთადერთი სხვა ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება ეს აღწერა მოერგოს. რა თქმა უნდა, ქატარი ნატოს წევრი არ არის. ისინი ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირეები არიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხვდები რა ხდება აქ. ეს ხალხი როგორღაც ახერხებს, რომ ერთდროულად იყოს როგორც ცეცხლის წამკიდებელი, ასევე მეხანძრე. როგორც ქატარი, ასევე თურქეთი. და ისინი მოკავშირეები არიან. ძალიან ახლო მოკავშირეები არიან თავიანთ მისწრაფებაში. მუსლიმთა საძმოს იდეოლოგიით მართული ახლო აღმოსავლეთისკენ. მათ აქვთ ისლამისტური მსოფლმხედველობა, რომლის დამკვიდრებაც სურთ. ეხლა კითხვა ასეთია. რატომ აქვთ მათ მაინც რაიმე გავლენა ტრამპის ადმინისტრაციაში? და ეს არის ჩემი კითხვა. ხო, უბრალოდ ვერ ხსნი ამას სხვანაირად გარდა იმისა, რომ დიახ, თურქები ნატოს მეორე ყველაზე დიდი არმია ჰყავთ. და დიახ, ისინი იცით აგრძელებენ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა საკითხებზე, რასაც შეიძლება საერთო ინტერესები უწოდოთ. მაგრამ მათ ნდობა არ შეიძლება. ისინი არ არიან საიმედო მოკავშირეები, მით უმეტეს თუ ამ ომს კიდევ უფრო აღვივებენ და ამძიმებენ. ანუ, სულ რამდენიმე დღის წინ ჰამასის წარმომადგენლები ანკარაში ჩავიდნენ და თურქეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. და ეს არ ეხებოდა იმას, რომ თურქები ჰამას დანებებაზე ართმუნებდნენ. ეს ეხებოდა იმას, რომ კითხეს, რა გეგმა გაქვთ ღაზას სექტორის დაბრუნებისთვის და როგორ შეუშალოთ ხელი ისრაელს. როგორ დავაზიანოთ ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი ალიანსი ახლო აღმოსავლეთში. აი ამაზე საუბრობდნენ ისინი აქ. და მაინც დონალდ ტრამპს მაინც რჩება დრო, რომ ერდოღანს პატივისცეს და მასთან საუბარი გამართოს. სხვათა შორის, ეს კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ერდოღანი თითქმის ვერ ლაპარაკობს ინგლისურად. დარწმუნებული ვარ, მას ინგლისურად 5 ან 6 სიტყვის ერთმანეთზე გადაბმაც კი უჭირს დახმარების გარეშე. ასე რომ არ ვიცი როგორი ურთიერთობა აქვთ. და კი იგი სხვადასხვა დროს რამდენიმე ამერიკელი პრეზიდენტის უახლოესი მეგობარი იყო. აბამასაც ჰქონდა პერიოდი, როცა ერდოღანთან ძალიან ახლოს იყო. ეს ცოტა უფრო გასაგები იყო, აგები იყო. ხო, მაგრამ მერე ყველაფერი. დაინგრა გეზის პარკის პროტესტების დროს 2016 წელს. იცი, ერდოღანმა სინამდვილეში აჩვენა თავისი ნამდვილის სახე, როგორც ბანდიტმა, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა. და ობამამ თითქოს ხელები აიქნია და თქვა, მე ამას აღარ ვაკეთებ. ეს კაცი ის აღარ არის, ვისთანაც მუშაობა შემიძლია. მაინტერესებს, როდის მიაღწევს ტრამპ იმ წერტილს, როცა მოთმინება ამოეწურება. და უნდა გითხრათ, რაც ახლა ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ აშტ-ის ელჩი თურქეთში, თომ ბარაკი, როგორც ჩანს, ის ადამიანია, რომელიც უბრალოდ თურქეთის დღის წესრიგს ატარებს. და ამას აკეთებს, ფიქრობ, ხშირად ამერიკის ინტერესების ხარჯზე. და ტრამპს როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს არ აწუხებს. იცით, ბევრი რამ კარგად წავიდა ტრამპის საგარეო პოლიტიკაში ახლო აღმოსავლეთში. და იყო რამდენიმე რამ, რაც ცოტა საეჭვოა. ეს შეიძლება ყველაზე საეჭვო იყოს ყველა იმ პოლიტიკას შორის. რას ეფუძნება ეს? რა პირადი ინტერესი აქვს ჩვენს ელჩს? რატომ არის ასე, იცით? რა ხდება მასთან? რა არის, იცით, რეალურად გარიგება? იცით რა, ეს პრეზიდენტი გარიგებებზე ორიენტირებული პრეზიდენტია და ეს აუცილებლად ცუდი სიტყვა არ არის. ეს გარიგებებზე დაფუძნებული სამყარო. მაგრამ რა ბერკეტი აქვს თურქეთს შეერთებულ შტატებზე, რომ ამის გაკეთება შეძლოს, გარდა და იმისა, რომ ისინი ნატოს წევრები არიან. მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტი, რომელსაც ნატო ძალიან აინტერესებს. და სინამდვილეში მე ვიტყოდი, რომ თურქეთის ყოფნა ნატოში, ნატოს წინააღმდეგ კარგი არგუმენტია. მე ასე ვიტყოდი. ანუ მთელი ამ საუბრის ფონზე, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები საკმარისად არ ხარჯავენ, უნდა გითხრათ, თურქეთის მონაწილეობა ნატოში ალბათ ალიანსის შიგნით ყველაზე დიდი პრობლემა. ეს ანაქრონიზმია. ცივი ომის დროს ამას აზრი ქონდა, ეხლა აზრი აღარ აქვს. ისტორია და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ თურქები უკრაინელებს ეხმარებოდნენ, ისინი ასევე რუს ოლიგარქებს ფულს ურეცხავენ. ანუ ისევ როგორც დამთები და მეხანძრე ერთდროულად და მაინც ჩვენ ამას ვეგუებით. და ნახეთ. ალბათ ყველაზე აღმაშფოთებელი რამ, რაც თურქეთის გამნახეთ, იყო რამდენიმე წლის წინ მათი მიერ S-400 სისტემის შეძენა. ეს არის რუსული წარმოების თავდაცვითი სისტემა. ამან თურქეთი იმ ქვეყნების სიაში მოაქცია, რომლებსაც აეკრძალათ F-35-ზე წვდომა. ამ მიზეზით ჩვენ მათ F-35-ის პროგრამაში მონაწილეობა აუგზავნეთ. მათ ჯერ კიდევ არ გაუქმებიათ აღნიშნული რუსული S-400 სისტემა. და მაინც რატომღაც ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს იმაზე, რომ მათ კვლავ დაუშვან ამ კლუბში. ეს ყველაფერი ჩემთვის საერთოდ არანაირ აზრს არ წარმოადგენს. და ვფიქრობ მართალი ხარ. რა არის გარიგება? არ ვიცი. თუმცა დონ ბარაკს როგორც ჩანს ეს ესმის. და ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც კონგრესის წევრები ალბათ გონივრული იქნებოდა, რომ ეცადათ ეკითხათ. თუ ვინმე არსებობს, ვინც შეიძლება კონტროლი დაუწესოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და დონ ბარაკს,
ეს კონგრესი. მართლა ვფიქრობ, რომ კონგრესის წევრები არიან, ვისაც ეს საკითხი ძალიან აველვეთ. ფიქრობ სენატორ რიშზე, ლენგფორდზე და კოტონზე. გულისხმობ იმას, რომ ფიქრობ, არსებობს ძირითადი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც უკვე გააჟღერეს თავიანთი პოზიცია იმის შესახებ, რომ F-35-ის თურქეთში გაგზავნის და მათ კლუბში დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს. ამ სენატორებს მეტი კითხვა უნდა დასვან და მართლა ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება. ხო, ეხლა რაც შეეხება თურქეთსა და ყატარს, როგორ ახდენენ ისინი გავლენას სირიის შემდეგ ნაბიჯებზე? უკვე ვახსენეთ, თქვენ ახსენეთ ასადის რეჟიმის დაშლა და მისი ჩანაცვლება. როგორ ხედავთ ახალ ისლამისტურ რეჟიმს, იქ რომელმაც მოიგო სამოქალაქო ომი და რომელსაც ტრამპი როგორც ჩანს დასავლეთისთვის პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს? ეს სიგიჟეა. თუ უბრალოდ ცდილობს, იცით ეს უბრალოდ საცდელი ნაბიჯია. მოусმინეთ, ეს სიგიჟეა და ეს საცდელი ნაბიჯია. და ეს ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რისკი, რომის გაწევაც ხირს. სირიის არასტაბილურობა მთელ რეგიონზე მოქმედებდა და დამედებდა დამანგრევად და ევროპისთვის მიგრაციის თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენდა. ისრაელისთვის კი, როგორც იცით, ირანის მხარდაჭერილი ჯიჰადისტური აქტივობის თვალსაზრისით იყო საფრთხე. არასტაბილურობა შეგეძლო გეგზნო, როგორ ვრცელდებოდა მთელ რეგიონში. და ასე რომ მაშინაც კი, როცა რეგიონი არაბული გაზაფხულის შემდეგ აღდგებოდა, შეგეძლო მაინც დაგენახა მისი შედეგები ისეთეთ ადგილებში, როგორიცაა ლიბია, რომელიც ჩვენი ძირითადი ინტერესების არეალიდან უფრო მოშორებითაა. და შემდეგ ისეთ ადგილებში, როგორიცაა სირია და იემენი, სადაც ეს შეიძლება უფრო უშუალოდ გვეხებოდეს. იცი მახსოვს, როცა სირიელები ქალაქში პირველად გამოჩნდნენ, მას შემდეგ რაც ასადი დაეცა, ისინი ითხოვდნენ სანქციების სრულად მოხსნას. და იცი, ჩვენ ვესაუბრებოდით მათ და ისინი გვკითხავდნენ, მხარს დაუჭერდით თუ არა ასეთ რამეს FDD-ში. ჩემი პასუხი იყო, აბსოლუტურად არა. უნდა გვენახა, რა გამოვიდოდა ამ ყოფილი ალ-ქაიდას ლიდერისგან, ხომ ასეა? მუჰამედ ალ-ჯოლა. ჯოლანი, რომელიც ეხლა საკუთარ თავს აჰმედ ალ-შარას ეძახის. მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელსაც არ უნდა ენდო. ეს კაცი წლების განმავლობაში აშკარად სისხლში იყო გასვლილი. პარტნიორი არა მხოლოდ ალ-ქაიდასთან, არამედ ისლამურ სახელმწიფოსთანაც. ძალიან პრობლემური პიროვნებაა, ხო ასეა? ეხლა ის ამბობს, რომ პრაგმატიკოსია, მაგრამ ნება მომეცით თქვა. თურქები, რომლებზეც ეხლახან ვისაუბრეთ, და ისინი ჯიჰადისტების მფარველები არიან მთელ ახლო აღმოსავლეთში, ისინი სირიის რეჟიმის მთავარი მფარველები არიან. ფაქტობრივად ისინი ფლობენ და აკონტროლებენ სირიის რეჟიმს. და რაც ამას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის ჩემთვის, არის ის, რომ ჩვენ ვუყურებთ მასიური სირიის სამხედრო ძალების ზრდას. და როცა ისრაელში მეგობრებთან საუბრობდი, მათ ძალიან ნათლად მითხრეს, რომ სირიის სამხედრო ძალა ეხლა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამხედრო ძალაა. თურქეთისა და რუსეთის წყალობით. თუ მეტყვით, რომ ეს სტაბილურობაზე მიუთითებს, მე გეუბნებით, რომ ჭკუი დახათ გადასული, ხო? მართალია. შეიძლება ეს სამხედრო ძალა იქ უბრალოდ საშიშ რეგიონში მტრული ძალებისგან თავის დასაცავად იყოს. ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, იცით, თითქოს დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ არ დასრულებული. სრულად არ არის მოგვარებული, არა, ანუ ძალაუფლების კონსოლიდაცია, legitimate ძალაუფლების კონსოლიდაცია მთელ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფიქრობ გადასაწყვეტია. და ამას გარდა თავად სამხედროები ყოფილი ჯიჰადისტებით არიან დაკომპლექტებული. უნდა გახსოვდეთ, ეს სამოქალაქო ომის დროს იყო. ჯოლანის დაჯგუფებები ჯიჰადისტები იყვნენ. და ეხლა თქვენ დაგვთ ჯიჰადისტური არმია, რომელიც ზედამხედველობს თურქების მიერ წარმოებული დასავლური პლატფორმების მასიურ დაგროვებას. თვითონაც აქვს მრავალმილიარდიანი თავდაცვის ინდუსტრია და ამით ბევრს გამოიმუშავებენ. ასე რომ ეხლა ნამდვილად ბევრია სანერვიულო ახალი სირიიდან გამომდინარე. მე ვიტყოდი კიდევ ერთი რამ არის, როცა ვსაუბრობთ თურქებზე და მათ პოტენციურ მზარდ ძალაზე. ამიტომ მათ აქვთ ეს გავლენა სირიაზე. ასევე მათ აქვთ გავლენა ღაზაზეც, რადგან ჰამასთან აქვთ კავშირები. მათ ხატარში მნიშვნელოვანი ბაზა აქვთ. ისინი პერიოდულად ებრძვიან ქურთებს ჩრდილოეთ ერაყში. ასე რომ იქაც აქვთ ყოფნა. მათ ხავთ კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც აფრიკის რქაზე მილიციებს ქმნიან. მათ ლიბიაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ და მათ აქვთ F-16-ები, განლაგებული ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში. ასევე აქვთ საზღვაო ხომალდები, რომლებიც ბერძნებს კვიპროსის აკვატორიაში ავიწროებენ. ეს ყველაფერი ხდება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გარშემო. ეს ფართო ყოფნა და ეს ყოფნა ეხლა კიდევ უფრო ფართოვდება ახალი ალიანსის სტრუქტურის გამო, რომელიც ამჟამად ყალიბდება. ეს ყურადღების ღირსია. ახლო აღმოსავლეთში მას STEPS უწოდებენ. STEP
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, პაკისტანი. ეს არის ინდოეთი ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული კორიდორის სუნიტური ალტერნატივა. ანუ ეს უნდა ყოფილიყო, ან შეიძლება ჯერ კიდევ იყოს, იცით, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი, ესენი ყველა ამერიკის მოკავშირეები არიან, რომლებიც გარკვეულწილად არ არიან დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთის სექტანტურ ბრძოლებთან. სტეპის ალიანსი, ეს თურქეთის ალიანსი, ეგვიპტესთან და პაკისტანთან ძლიერად არის სუნიტური გავლენის ქვეშ, იდეოლოგიური. მათ აქვთ მიზანი, თითქოს თავიდან დაიპყრონ რეგიონი. და ჩვენ ამას ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. თუ სტეპ წარმატებას მიაღწევს, ვფიქრობ ეს იქნება სერიოზული უკუსვლა აშეტეშოს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული რეგიონული წესრიგიდან. და ეს ნამდვილად იქნებოდა ის ვაკუუმი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის დატოვების შემდეგ არასწორი მოთამაშეებით შეივსება. ასე რომ, ეს საკითხია, რომელსაც უნდა ვაკვირდეთ. და არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს ყურადღების ცენტრშია, რადგან მართლა, იცით, ჩვენი საინფორმაციო გაშუქება მთლიანად ამ თემაზეა. რა მოხდება შემდეგ ირანთან დაკავშირებით? მე 2 ან 3 ნაბიჯი წინ ვუყურებ ამ საკითხს და მე ვხედავ საკმაოდ საშიშ რამეებს. ეს მაიძულებს კითხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაზე ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც კარგად იცნობთ. და ეს არის ეგვიპტე. ზოგჯერ ის თითქოს პარტნიორი იყო ისრაელისთვის ისლამისტური ძალების, როგორიცაა ჰამასი და მისი მუსლიმთა საძმოს პარტნიორები, წინააღმდეგ, რომლებსაც, როგორც იცით, სისი რეჟიმი სასიკვდილო მტრებად მიიჩნევს. მაგრამ შეუძლიათ თუ არა შეერთებულ შტატებს ან ისრაელს მომავალში ნამდვილად დაეყრდნონ კაიროს. არა, ანუ ვფიქრობ პასუხი მარტივია, აბსოლუტურად არა. ყოველ შემთხვევაში არა მის ამჟამინდელ სახეში. ანუ იყო დრო, ვფიქრობ, როცა აბდელ ფათაჰ ელ-სის, ეგვიპტის პრეზიდენტს ხედავდით როგორც მტკიცე მუსლიმთა საძმოს მოწინააღმდეგე, ანტიისლამისტურ ფიგურას, რომელიც სრულად იყო შეთანხმებული ტრამპის ადმინისტრაციასთან. ტრამპის გამარჯვების დროს. ხომ ასეა? გახსოვთ ალბათ ის ცნობილი ფოტო, სადაც სისიმ, MPCM-მა და ტრამპმა ის ოქროს სფერო დაიჭირეს საუდის არაბეთში. და იყო ასეთი განცდა, რომ ისინი ისლამისტებს ებრძოდნენ. ისინი ებრძოდნენ რადიკალიზმს რეგიონში და თითქოს ნორმალიზაციისკენ მივდიოდით. ხო და, იცით, 7 ოქტომბრის ომების დაწყების შემდეგ, რაც რეალურად ვნახეთ, არის ის, რომ ეგვიპტელები პირველ რიგში ისინი დიდწილად პასუხისგებელნი იყვნენ იმ გვირაბებზე, რომლითაც ყველაზე საშიში იარავი შედიოდა ვაზაში, ისინი ალბათ ხელს უწყობდნენ მებრძოლების გადაადგილებას და წურთნას ისეთ ადგილებში, როგორიცაა ირანი და თურქეთი, ომისთვის მოსამზადებლად. ყველა წყაროს მიხედვით გვესმის, რომ სინაიში მათ ბევრად მეტი იარაღი აქვთ, ვიდრე საჭიროა. და ეს შეიძლება პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდეს ისრაელელებისთვის. მათი რიტორიკა ისრაელის მიმართ სრულიად მტრულია. ეხლა ისინი თურქებთან ერთად ვარჯიშობენ. სულ ახლახან მათ თურქებთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. თურქები ოდესღაც მათი მტრები იყვნენ, მათი ისლამისტი მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერი მტრები და ახლა ისინი ერთად მუშაობენ. ერთად. ეს ბიჭები უბრალოდ ერთი დიდი კითხვის ნიშანია. ეხლა უნდა თქვა, რომ ეხლა კაიროს ადგილას ყოფნა ადვილი არ არის. წითელი ზღვის დახურვამ, ჰუსიტების თავდასხმების შედეგად, სუეცის არხზე აბსოლუტურად დამანგრეველი გავლენა მოახდინა. ამან მათ ზიანი მიაყენა. ფინანსურად ეს ძალიან მძიმე იყო და ისინი ჯერ კიდევ, ჩემი აზრით, ტურიზმის ნაკლებობისგან იტანჯებიან. ხალხს აღარ უნდა ეგვიპტეში წასვლა. ხალხი მას პრობლემურ ქვეყნად მიიჩნევს. მაშინ როცა ტურიზმი ადრე მათი MŠP-ს დიდი ნაწილის წყარო იყო. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომელ ალიანსში არიან. არიან თუ არა სტეპში. არიან თუ არა ისინი ისრაელთან კემპ დევიდის შეთანხმების ფარგლებში. მათ ჯერ კიდევ აქვთ ალიანსი შეერთებულ შტატებთან, ისე ჩანს თითქოს ერთდროულად რუსებთანაც თანამშრომლობენ. გონია რომ ჩინელები აცდუნებენ. ნახე, ეს ქვეყანა ეკონომიკურად კატასტროფულ მდგომარეობაშია. ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ეხლა ბოლო შანსებს ეჭიდება და ცდილობს ეგვიპტე ამოიყვანოს ჭაობიდან და ისევ მთავარ ნაკადში დააბრუნოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის სწორად ადამიანია ამის გასაკეთებლად. ის ცოტა ისე გამოიყურება, იცი, ახლა ყველაფერი საშიშად ჩანს. და მეშინია, რომ ეგვიპტელები შეიძლება გადაინაცლონ იმ მკაცრი სუნიტების ბანაკში, რომლებზეც ვისაუბრეთ, ან უბრალოდ ისეთ არაბლოკურ პოზიციაში გადავიდნენ, სადაც ისინი აღარ იქნებიან სანდო მოკავშირეების შეერთებული შტატებისთვის, აღარაფერს ვამბობ ისრაელზე. კარგი, ეხლა შემდეგ მოდი ვისაუბროთ კიდევ ერთ და ალბათ მთავარ მოთამაშეზე, საუდის არაბეთზე. ადმინისტრაციამ დათანხმდა შეთანხმებას, რომ მათ მისცეს ბირთვული პროგრამის დაწყების უფლება. თუმცა შემდეგ პრეზიდენტმა ეს უკან წაიღო და დააკავშირა მათი აბრაამის შეთანხმებებში გაწევრიანებასთან. რა ხდება რეალურად ამჟამად ვაშინგტონსა და ერიადს შორის? პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდი იმას, რომ საუდელები ოდესმე ფორმალურად აღიარებდნენ ისრაელს.
თუნდაც მაშინ, როცა ისრაელსა და საუდელებს შორის ურთიერთობა პიკს აღწევდა, თქვენ იცით, ფარულად. ფიქრობთ, არსებობს რაიმე გარემოება, რომლის პირობებშიც ეს რეალურად შეიძლება მოხდეს? მაგალითად, რომ ისინი ისრაელთან ურთიერთობებს დაალაგებენ ქთამის ან სხვა რაიმე გარემოების გამო. თუ ეს ყველაფერი ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ირანის საფრთხე შეჩერებული. კარგი, ვფიქრობ, ამ ომის მოგება დიდად დაეხმარებოდა საუდელებს იმ წერტილამდე მისვლაში, სადაც უნდა იყვნენ. არაფერი დაარწმუნებს მათ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ალიანსის მნიშვნელობაში. ისე როგორც შეერთებული შტატებისა და ისრაელის გამარჯვება, როდესაც ისინი დაამარცხებენ ისლამურ რესპუბლიკას და გაანეიტრალებენ იმ საფრთხეს, რომელსაც საუდელები 10 წლეულებია ებრძვიან. ხო, მაგრამ შეიძლება შევაწყვეტინო, ხო არ არის, ხო არ არის ესე, რომ ვივარაუდოთ ირანული საფრთხე საბოლოოდ შეიძლება აღმოიფხვრას? განა ეს ასევე არაუქმებს ერთ-ერთ მათ მოტივაციას, რომ გადადგან ეს ბოლო ნაბიჯი ისრაელთან. დიახ, ვფიქრობ ეს სამართლიანი შენიშვნაა და მე ვფიქრობ ეს აჩენს კითხვას, რას მოუტანს ნორმალიზაცია საუდის არაბეთს. იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ნავთობზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. მათ აქვთ ეგრეთ წოდებული ხედვა 2030 და ეს არის მცდელობა, რომ გახდნენ უფრო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ჰყავდეთ უფრო პროდუქტიული მოსახლეობა. ეს კარგად არც არ იმართა. მაგრამ მოწინავე ტექნოლოგიების შეძენა ისეთ ქვეყნიდან, როგორიცაა ისრაელი, შეიძლება დაეხმაროს ამ ყველაფრის გაძლიერებას, ხომ ასე? იცით, ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც შეიძლება შეიქმნას მოკავშირე ქვეყნებში, მნიშვნელოვანია საუდის არაბეთის 20 პირველი საუკუნეში გადმოსაყვანად. მინდა აღვნიშნო, რომ საუდის არაბეთში ყოფილვარ, არ ვიცი, ბოლო 10 წლის განმავლობაში 6-ჯერ თუ 7-ჯერ. ძალიან საინტერესო იყო იქ მიმდინარე ცვლილებების ნახვა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მოდერნიზდება. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვით მის პოლიტიკურ მისწრაფებებზე ან იმ მიმართულებაზე, რომელსაც ადგას, ის აშკარად გადავიდა ამ საუკუნეში. და ეს მარტივი საქმე არ ყოფილა. ეს არის მუჰამედ ბინ სალმანის პროექტი, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება. ვფიქრობ, ბოლო წლებში მან ცოტა შეანელა ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესი. 2030 წლის ხედვა ზოგიერთი ამ მეგაპროექტისთვის აშკარად შეფერხდა. ამაში ეჭვი არ არის. მაგრამ ნორმალიზაცია გულისხმობ, ეს საინტერესოა. მე მინახავს ისრაელები საუდის არაბეთში, ორმადი მოქალაქეები. ასე რომ, მათ აქვთ 2 პასპორტი. ისინი შემოდიან სხვა პასპორტით და მათ მიესალმებიან. და იცით, როგორც ყოველთვის ვეუბნები ხალხს, ნორმალიზაცია არის პროცესი. ეს არ არის ერთი მოვლენა. და ვფიქრობ, ჩვენ ველოდებით ამ მოვლენას. ველოდებით ხელის ჩამორთმევას თეთრ სახლში. პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ისინი უკვე ფარულად თანამშრომლობენ. უბრალოდ საკითხავია, გააკეთებენ ამას საჯაროდ თუ არა. ამიტომ მე ამას ესეთ ან საკითხად არ უყურებ. მე ვხედავ, რომ ისინი უკვე ამ გზაზე დგანან. და ვფიქრობ, ისინი სარგებელსაც კარგად აცნობიერებენ. ეხლა ერთი სირთულეა. უკვე ვახსენეთ, მე ვახსენე IMC და ვახსენე STEP-ი. საუდელები ორივე ამ პროექტის გზაჯვარედინძეს ხედავენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუ საუდელები IMC-ს შეუერთდებიან, მე ვფიქრობ, რომ ASHSH-ს ხელმძღვანელობით რეგიონული წესრიგი გამყარდება. საუდელების მონაწილეობა ამაში გადამწყვეტი იქნება. მათ აქვთ რესურსები, მათ აქვთ ენერგია და ისინი იქნებიან პროამერიკული ძალა, რომელიც სხვა არაბულ სახელმწიფოს გააერთიანებს, რომლებსაც შესაძლოა ისრაელთან ნორმალიზაცია მოახდინონ. და თქვენ ნამდვილად იხილავთ რეგიონის აყვავებას. და ასევე არსებობს STEP, ხო, ასეა ეს ალიანსი, რომელიც ვახსენე თურქეთთან, ეგვიპტესთან და პაკისტანთან ერთად, ხალხი უკვე საუდის არაბეთსაც ამატებს მასში, ისინი STEP-ში ეს წარმოადგენენ. და ისინი, ჩემი აზრით, ალბათ გულისხმობ, ისინი ამ ალიანსის სტრუქტურით მოხიბლულები არიან. ვფიქრობ, ალბათ აცნობიერებენ, რომ მასში გაწევრიანება 100%-ით მათ ინტერესებში არ იქნება. და შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად, შეერთებული შტატები და საბერძნეთი აქტიურად ცდილობენ საუდელების მოხიბლას. ისინი ცდილობენ დააბრუნონ ისინი IMEC-ში. ბერძნები შეიძლება გინახავთ, რამდენიმე დღის წინ მათ საუდის არაბეთის ცაზე რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ასევე არის შეერთებული შტატების ეს შეთავაზება სამოქალაქო ბირთვულ დახმარებაზე, რაც ამ ყველაფრის ნაწილია. არის აქტიური მცდელობა, რომ საუდელები ხოხმანიდან გამოიყვანონ და შეუერთდნენ ამ ალიანსს. ხედავ, რომ ზეწოლა ახლა ძლიერდება, რათა ისინი ჩართონ. ისინი ჯერ კიდევ მერხეობენ და იმედი მაქვს, მალე გადაწყვეტენ. დიახ, ხო იცით, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები დიდ როლს თამაშობს ამაში. მაგრამ საუდის რეჟიმის ბირთვი არის მისი კავშირი ისლამის კონკრეტულ მიმდინარეობასთან. ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ. და მათი სტატუსი, როგორც ისლამის წმინდა ადგილების მცველები.
განა ეს საბოლოოდ არ არის მთავარი ფაქტორი, რომელიც შეაფერხებს მათ IMEC-ში გაწევრიანებას და იმ სხვა ალიანსში შესვლას. და ასევე იქნება ბარიერი იმისთვის, რომ ოდესმე კონდეთ ღია ურთიერთობა ისრაელთან. ხო, ანუ ეს საინტერესო კითხვაა, რომელსაც ვსვამთ, რადგან ბევრი ვაჰაბიტი გვერდზე გადადო. იცით, ბევრი სასულიერო პირი და ის, რაც ცნობილია როგორც მუტავა, ანუ რელიგიური პოლიცია, ისინი ყველანი გვერდზე გადადებულნი არიან თანამედროვე საუდის არაბეთში. ბოლო 10 წელი ძიმე აღმოჩნდა ექსტრემისტებისთვის ამ ქვეყანაში. და იცით, ამჟამად უნდა ვთქვა, ანუ დიახ, ისრაელის ომი და ის სურათები, რომლებიც ტელევიზიით ჩდება, იცით, ღაზაში ტანჯვის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ შეიძლება საშუალო საუდელმა იფიქროს ამ ყველაფერზე. მაგრამ როცა საშუალო საუდელზე ვსაუბრობთ, გულისხმობთ დიდ ოჯახს. იცით, იმიტომ რომ რეჟიმიც თავისებურად ოჯახური ბიზნესია. დიახ, ასეა. თუ საუბრობთ მაგალითად, იცით, რიგითი საუდელი ქუჩაში. კარგი, მე მგონი ეს მუჰამედია, ხო, ზუსტად, მართალია. მაგრამ იცით, რაც მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ერთი რამ. ეს არის დიქტატურა და მათ ნამდვილად არ აინტერესებთ რა სიტყვის მუჰამედი თუ რიგითი საუდელი ქუჩაში. ხომ ასე? ისინი ესე არიან. აი ეს არის რასაც ვაკეთებთ და ასე გავაგრძელებთ. ასე რომ ეს ნამდვილად არ ეხება, ვფიქრობ, ეს არ ეხება საზოგადოებრივ აზრს. თუ ახლა მკითხავთ, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც საუდელებს აქვთ, მათ ძალიან რთული ალიანსი აქვთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. შეიძლება გსმენიათ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდელებს ბოლო 1 წლის განმავლობაში უთანხმოება აქვთ. გაყოფა მოხდა. საქმე იმაშია, რომ ბზსა და მბზს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს ერთ დროს ძალიან ძმური, ნათესაური ან როგორც კიდე დაარქვით, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ეხლა ისინი ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ. ამიტომ თუ ემირატელები ისრაელთან ერთად აბრაამის შეთანხმებების მონაწილეები არიან, საუდელები შეიძლება არ ისურვონ იგივე ნაბიჯის გადადგმა. და თუ ემირატელები IMEC-ის ნაწილი არიან, მაშინ საუდელები შეიძლება არც იგივე ნაბიჯის გადადგმა ისურვონ. არსებობს განცდა განსხვავებულობისა, რომ მათ სურთ საკუთარი გზა აირჩიონ. და კიდევ ერთხელ, ისინი საკუთარ თავს სუნიტურ ძალებად აღიქვამენ. და შესაძლოა პაკისტანი, რომელიც მათ ბირთვულ ქოლგას თავაზობს, და თურქეთი, რომელიც ნატოში მეორე ყველაზე დიდი არმია. რომ ეს შეიძლება იყოს ის ქოლგა, რომელიც საუდის არაბეთის განვითარებად იდენტობას რეგიონში უფრო კომფორტულად ერგება. მე მაინც ფიქრობ, რომ მათთვის ამერიკული ქოლგის ქვეშ ყოფნა უკეთესია. მე მჯერა, რომ ჩვენი იერარქიის სისტემები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რასაც პაკისტანელები ან თურქები მიაწვდიან. და უნდა გითხრათ, ყველა სხვა ქვეყანა, ეს 3 ქვეყანა სტეპში, ისინი კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ანუ თურქები ეკონომიკურად კატასტროფაა და როგორც მთავრობა იშლება. ხო ასეა? ამ ეტაპზე ეს ერთი კაცის მმართველობაა. ეგვიპტელები ყავს, ეს წარმოუდგენლად პოპულისტური ქვეყანა, რომელიც ეხლა სიღარიბეშია ჩაფლული და პაკისტანელებიც ყავს, რომლებიც როგორაც გამოძრუნენ ქვის ქვეშიდან წყობითი იზოლაციის შემდეგ და მათ გარკვეული გავლენა აქვთ ტრამპის ადმინისტრაციაზე. მაგრამ ისინი, ანუ რაც შეეხება სიზუსტეს, ბირთვული იარაღით, მაგრამ ისინი ფაქტობრივად ჩინელების საკუთრებაში არიან, ანუ ჩინელების ხელში მათი ვალის ისეთი მოცულობაა, რომ ეს გასაოცარია. ასე რომ არც ერთი ამ ქვეყნიდან ვფიქრობ, არ მოემსახურება საუდის არაბეთს ისე კარგად, როგორც მათ შეიძლება იმედოვნებენ. მაგრამ ისინი მაინც ამ ალიანსის ფორმატს უსინჯავენ ნიადაგს, რადგან ბოლომდე კომფორტულად არ გზნობენ თავს შეერთებული შტატების, ისრაელის ნორმალიზაციის, დასავლეთის ევროპის მიმართულებით წასვლაში. ეს უბრალოდ მათი ჩვეული გარემო არ არის. და ჩვენ ვუყურებთ მათ, როგორც ონიან თავიანთ ვარიანტებს რეალურ დროში. ამავე დროს, ისინი ასევე ცდილობენ თავიდან აიცილონ უფრო დამანგრეველი ომი. სთხოვენ დონალდ ტრამპს, რომ ირანს არ დაარკვას. მათ მართლა მოზარდებივით გრძნობენ თავს, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი თავი იპოვონ. ხო, ისინი არიციან რა უნდათ. ხო. ცხადი. ეხლა ბოლოს მინდა გითხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ორი დიდი დემოკრატიის ალიანსის მომავალზე. როგორც ჩანს, დემოკრატიული პარტია იმ გზაზე დგას, რომ ანტი-ისრაელის პარტია დიქცეს. მაშინ, როცა რესპუბლიკური პარტია კვლავ უმეტესად პროისრაელურია. მაგრამ თუ 2028 წელს მას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი უხემძვანელებს, ესეც შეიძლება შეიცვალოს. ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ პესიმისტურად ამ ყველაფრის მომავალთან დაკავშირებით? როგორც იცით, როგორც ხელმძღვანელი იცით, როგორც დემოკრატიების დაცვის ფონდის წარმომადგენელი, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ პესიმისტურად ამ ორი დემოკრატიის ალიანსის მიმართ? მოусმინეთ, მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ და ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ისრაელის მიმართ. ამ ეტაპზე აუცილებლად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ჩვენი ურთიერთგაგების შესაძლებლობის მიმართ.
იმ პოლიტიკური ლიდერობის გათვალისწინებით, რომელსაც ორივე ქვეყანაში ვხედავთ. გულისხმობ იმას, რომ ფიქრობ, ჩვენ გარკვეულ კრიზისულ წერტილს მივაღწიეთ, რომელიც უნდა ვაღიაროთ აქ. პირველი ისაა, რომ ნამდვილად გვაქვს კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში, DSA-ში, Squad-ში. ესენი რადიკალები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესები არ ადარდებთ. ვფიქრობ, ისინი ცდილობენ დაანგრიონ ჩვენი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ დაანგრიონ ისეთი ალიანსები, როგორიც გვაქვს ისრაელთან. რესპუბლიკურ პარტიაში არის თაკერ კარლსონის ფრთა, რომელიც ვითხოვდი, არანაკლებ რადიკალურია, არანაკლებ შემაშფოთებელია და ზუსტად არ ვიცი რესპუბლიკური პარტიის რა ნაწილს წარმოადგენს იგი. ხო, კი, განსხვავება ისა და ორივე საფრთხეზე ბევრს ვკითხულობ, როგორც იცი. ხანდახან ერთ დღეს ერთზე გადავდივარ, მეორე დღეს კი მეორეზე. მაგრამ სიმართლე ისა, იცი, ტაკერ კარლსონის ფრთამ რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნები არ მოუგია, მაშინ როცა იცი რადიკალი დემოკრატები ყველგან იგებენ. ანუ ჩვენ საუბრობთ მიჩიგანის სენატის პრაიმერის წინა დღეს, სადაც მათ შეიძლება მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ტაკერი, პარტიის ტაკერის ფრთის ერთადერთი გამოცდა, იცი, თომას მასის დამარცხებით დასრულდა. ასე რომ აქ განსხვავებაა. დიახ, გონია ერთადერთი რაც უნდა ვთქვა, ისაა, რომ მათ ჯერ არ მოუგიათ. ხო, ეს სამართლიანია. ისინი ნამდვილად მოიგებენ. ისრაელში ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, რომელიც ეს დიდი ხანია რაც არსებობს, უკვე 2000 წლეულია, იცი, რაც არსებობს. და მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ალბათ უფრო მეტჯერაც კი, სამჯერ, ხო. და ასე რომ იცი, ორივე ქვეყანაში არის გარკვეული დაღლილობა და სიტუაცია, სადაც მეტი დაბნეულობაა და ნაკლები სიცხადე, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მომავლის მჯერა. კარგი დასასრული. ჯონათან, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს, რომ თვალყური ადევნონ შენ საქმიანობას და მეტი გაიგონ FTD-ზე? შეგიძლიათ ეწვიოთ ftd.org-ს ან მოძებნოთ FTD და შეგიძლიათ გვიპოვოთ Instagram-ზე, Twitter-ზე, Facebook-ზე და ყველგან. შეგიძლიათ გამომხვეთ X-ზე სახელით jchancery ან Instagram-ზე როგორც jonathan.chancery. მოხარული ვიქნებით თუ გვიყურებთ. დიდი მადლობა. ასევე მადლობას უხდით ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიცვეთ, ყოველდღე მოусმინოთ ჯონათან თოებენის ყოველდღიურ გამოშვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა გვისმენ თუ არა რომელიმე ამ პლატფორმაზე, თუ ვიყურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონეთ და ან გამოიწერეთ JNS. დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ მიიღოთ შეთხობინებები და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე Think Twice. მისამართზე thinktwice@jns.org. და შეგვეთყობინეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგზეთ კითხვა და ფიქრი დამოუკიდებლად და მომავალ კვირას ისევ შევხვდებით.